1920-იან წლებში, როცა კინო ჯერ კიდევ უხმო იყო, ქართული ეკრანი ემოციებსა და ისტორიებს სიტყვების გარეშე აცოცხლებდა. სიყვარულის, რწმენის, ომის, პოლიტიკური ცვლილებებისა და ძველებური ქართული ყოფის ამსახველი კადრები დღეს კვლავ ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის. ქართული კინომემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სამშობლოს დაუბრუნდა. თითქმის საუკუნის წინ 35 მმ-იან ფირზე გადაღებული უხმო ფილმების ასლები, რომლებიც წლების განმავლობაში მოსკოვის არქივებში ინახებოდა, საქართველოში გაციფრულდა. ეს კინოფირები ხდება ამ კინოფირების სკანირება, არის სპეციალური დანადგარი მოწყობილობა, რომელიც ამას აკეთებს, გადაყავს კინოფირი კომპიუტერში და შემდეგ არის უკვე ყველაზე ესეთი რთული და საპასუხისმგებლო ეტაპი, რომელიც არის დამუშავება ციფრული, ფერის კორექციას, აი ციმციმე არის, რაღაც სხვადასხვა ტიპის დაზიანებები, ნაკაწრები და ასე შემდეგ ეს ყველაფერი უნდა აღმოიფხვრას და მივიღოთ სუფთა გამოსახულება. უხმო ფილმები არის იმით გამორჩეული, რომ მეტი ემოცია ჩანს, აი ეს მიმიკებით, რახან არ არის მის ეს საუბარი და ეს მიმიკებშია ყველაფერი, აი თვალებში, გამოხედვაში, მოძრაობაში. ეროვნული არქივისა და კინოცენტრის ორგანიზებით გამართულ რეტროსპექტივაზე მაყურებელმა იხილა 7 უხმო ფილმი. ერთ-ერთი მიხეილ ჭიაურელის ღვთისკანონია. რესტავრირებულ კადრებში კვლავ გაცოცხლდნენ ქართული კინოს ვარსკვლავები ნატო ვაჩნაძე და მიხეილ გელოვანი. ეს კინომემკვიდრეობა რესტავრირებული ფილმების ფართო აუდიტორიასთან მიდანა ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი რომ ამ ფილმებს ეცნობა ფართო საზოგადოება, მეორე რომ ამას აქვს დამატებითი ღირებულება საყოლებრივ თვალსაზრისით, რადგან ყველა ეს უცნობი ფილმი გვეხმარება, რომ სხვანაირად გავაანალიზოთ და სხვა კუთხით შევაფასოთ უფრო პერიოდის ქართული კინო.